Husband, I'm coming for you. გუგი, რას აბრახუნებ? წამომიღე რა დონატები და ალუბლის შეიკი დანკინიდან. დონატები კი არა, გეხვეწები სერიოზულად, მივდექი. მაგარი იქნება FIFA versus Hasbulla. მთელ სოფლიოს დავიყო, ყველა უყურებს. დადექი FIFA-ს მენეჯერად, რა გთხოვ, ა? ჩაპა, შენი მენეჯერი ხო ვარ, ბიჭო, ეხლა FIFA-ს მენეჯერობა დავიწყოთ. მამა, რა გინდა, რა უნდა გავაკეთო? გეხვეწები. მიდი, რა სერიოზულად, მივდექი. დაურეკე ვინმეს ამერიკაში. ამდენი ხანი ამერიკაში ცხოვრობ და ერთი ნაცნობი არა ყავს ვიღაცა რომ იმამდე მიგვიყვანო. ერთი ნაცნობი არა ყავსო, ჩაპა, იმდენი ნაცნობი მყავს ყველანაირი ხალხი. ვის გინდა რომ დაურეკო და? ვის დაურეკო? მითხარი და მეგეთყვი, ვისაც მინდა. გაჩნია რა გინდა, მაგრამ ომარის შემილია დაურეკო კენტაკიში. აი, მამა, არ უდგები ეხა სერიოზულად რა. ომარი გუშველის რაღაცა რომ გვეტკინება, მაგრამ ვისაც მინდა რომ დაურეკო, კი იცი, მაგრამ რაღაცა ლას-ვეგასი გინდა? მაშინ იცი ვის დაურეკავ ბიჭო? გორდონ რამზეის დაურეკავ. ბიჭო მომისმია, ბებენგე ხოვიდა რომ გადის ყოველთვის მათანი. ყოველთვის. რაცავ უნდა იყოს. მე რა ბაზერაც ბაზა მაგის გამო უნდა გალახო. ასნა ბიჭო, აეგრე ბიჭო, აეგრე. ზუსტად. გაიგე? მათო მაგ სიტყვისები გახوارე. ისწორდება შეჩვენა თუ რა. აი, დამეკები მე. ვაჯმევინე ბიჭო. ორი რაღაც გვჭირდება ზღაო. Hasbulla რო გამოვიდი. პირველ რიგში FIFA-ს თამრელი უნდა გავაკეთო. და ამისთვის გვჭირდება პროფილის ფოტო. ეგ არა. ნამდვილი პროფილის ფოტო. ტრანსპორტული თემა. ლიდერია, ჩვენ სპონსორი და ლიდერები უნდა ვიყოთ ბაზარზე. იასო. ამ ყველაფერზე გადავწყვიტე ერთი პატარა კომენტარი voice-over-ითაც გამეკეთებინა. ბევრისთვის ეს უბრალოდ ხუმრობაა, მაგრამ ჩვენი გულის პატარა იმედი მაინც არის ეს ყველაფერი, რომ ეს ბრძოლა შედგება. თუ ჩვენ აქამდე მივალთ და შევძლებთ ამ ყველაფერს, ყველა კარგად ხვდებით, რომ ბევრი რამე ძალიან დადებითისკენ შეიცვლება. პირველი ის არის, რომ FIFA გახდება ძალიან პოპულარული და ჩვენი გუნდი ამას აკეთებს მაქსიმალურად გულით და ყველაზე მეტად გვინდა ეგ, რომ რაც შეიძლება წინ წავწიოთ FIFA და რაც შეიძლება მეტი გავუკეთოთ ჩვენც მაგაც. ეს ბრძოლა თუ შედგა, რაც მე გულით მგონია, რომ FIFA და Hasbulla ერთმანეთს შეხვდებიან და ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ საბაბი არ გვექნება გაჩერების, მოკლედ ძალიან დიდი ამბები დატრიალდება და მაგაში გვჭირდება თქვენი დახმარება. რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა მივიქციოთ რამენაირად Hasbulla-ს ყურადღება. უნდა დაუწეროთ Facebook-ის კომენტარებში, უნდა დავთაგოთ ყველა ვიდეოზე, უნდა მივწეროთ პირადში, რომ რამენაირად მაგ ბიჭმა შეგვამჩნია. ჩვენთან პირადი შუღლი გვაქვს Hasbulla-სთან, მერაბს რო შეურაცხყოფა მიაყენა. მერაბ თითოს. მაკედან დაიწყო ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ Hasbulla-სთან მისვლას და ჩვენი FIFA აუცილებლად გაიმარჯვებს Hasbulla-ს წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ უკვე წამოწყებული გვაქვს და გვინდა რომ ისიც ჩაერთოს ამ ყველაფერში. მანამდე კი ესეთი ვიდეოების გადასაღებად გვჭირდება ისეთი სპონსორი, რომელიც არის Dunkin. იმიტომ რომ კი ვიცით რომ Dunkin ყველა ქვეყანაში არის თითქმის, ყველა ქვეყანაში უყვართ მისი დონატები და მოკლედ ბევრ რამეში მოგვეხმარებოდა Dunkin-ის სპონსორობა და უკვე იმდენ ვიდეოში თქვი ეს ყველაფერი და ყურადღებას რო არავინ არ მაქცევს, მაგრად წინის. მოკლედ #Dunkin გუგა დაასპონსორე, კომენტარებში არ დავიზაროთ და ეგეც გავსპამოთ. უნდა მივიდეთ, ვიღაცა მოგვეხმარება და მივიყვანთ. Hasbulla-მდე გავა. ისე გავაკეთეთ, რომ Hasbulla კომენტარის დაწერა ყველაზე ლაიქი რაღაც არის, მაგრამ კომენტარი დაწერა სპონსორს. იმენა ყველაზე ლაიქი რაღაცა მინიმუმ უნდა ვნახო. 100,000-ს გამოწერზე მანქანას ვათამაშე. აუ ხო? ვაფშე გულწრფელი მაგის თაში. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ჩვენ 100,000-ს გამომწერზე მანქანას ვათამაშებ და 100,000-ს გამომწერზე იწყება გრანდიოზული რაღაცები, მაგალითად სტრიმები, მანქანის გათამაშება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის მენეჯერმა, ბიჭო, უნდა მოაგოროს მაგარი კაცია, ზაო. ჩვენ ეს მაგ მენეჯერით არ გავჩით ეს პორშე. აუ. დავით. FIFA. მოგვარდება ბიჭო, აქ არა ვარ. შენ მიდი ივარჯიშე და მე ვიცი დანარჩენი რა. ოკეი. ნახე მე ძიარი ის პასდო.
მედია ჩემზე. აფეთქებულია ძინერი. ტელევიზორში ვაფშე ყველა ბაზი. ჩართეთ. ჰა. აი, ნახე შეჭ. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ამბების გამოშვებიდან, სადაც შევიტყობთ დღეს საქართველოში ყველაზე დიდ მოვლენაზე, სპორტის განყოფილებაში. People versus Hezbollah. ბრძოლა, რომელსაც დაერქვა დაღესტანი versus საქართველო. ბრძოლა, რომელსაც ელოდება მთელი დაღესტანი და ნახევარი საქართველო. იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ ვართ ბოლომდე გააქტიურებული. People ძალიან ძლიერი ოპონენტია, მაგრამ Hezbollah-საც არაფერი დაეწუნება. მანამდე კი უნდა გითხრათ სასიამოვნო სიახლე, ამ რუბრიკის სპონსორია ეთოუმი. იცხოვრეთ კბილად, კარგ კომპიუტერთან და ეთოუმთან ერთად. ეთოუმში შეგიძლიათ შეიძინოთ დაბალი ფასით კომპიუტერები და ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა. ჩვენმა ტელევიზიამ სპეციალურად სპორტის ექსპერტებს ჩაუტარა გამოკითხვა, თუ ვინ რას ფიქრობს. ლეგენდარული ჰალკი და კიდევ სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი გააკეთებს ამ ყველაფერზე კომენტარს. მოდი ერთად მოვისმინოთ და განვიხილოთ რას როგორ ამბობენ. ჰალკი გაიჩითა, ბიჭო. მოკლედ პიპო არის ერთადერთი კაცი, ვისაც ცხოვრებაში ხელი ვერ გადაუწია და აწმუნებული ვარ, რომ Hezbollah ძალიან ცუდში ჩააგდებს და დენთარო პიპო სიმართლე გითხრათ ვერ ხედავ როგორ უნდა ვერ მოიგოს ეს ბრძოლა პიპო პარტერში უკეთესია ეს ფაქტია დისტანციას აკონტროლებს გადასარევად და რაც თავარია უფრო სწრაფია ბანალურად უფრო სწრაფია and new people let's go მაო უეჭველი მოგებული ნახე ხალხი რას ფიქრობს, ბიჭო. ხედავ რამ ხელა ის ხა გაღებული პასუხისგებლობა ამ ხელა ყველა შენზე ბაზრობდეს რა ვიცი Hezbollah, you will not hide anywhere, brother. People is waiting for you, brother. Hezbollah, come on, Hezbollah. Send location, our fighter is ready, brother. People is ready. People, gelo. ეს ხო იცი გელოდებით ვარჯიშზე. People არ გამაზო ვარჯიშებით რა და შრომა და შრომა. ეს ბრძოლა ჩვენია. Hezbollah-ს დავამტვრეთ. პიპო იყო პირველი კაცი, ვინც ტრამვა ამკიდა რა. და ძალიან უხეში მოთამაშე არის და უბრალოდ Hezbollah. პიპოსთან არ მაგადაღებული სურათი. ესეთი ადამიანი Dana, how are you? David, I am Gordon's friend, bro. Yes. Camera?